ვიტალი დარასელია მინდა რომ გაიხსენოთ, როგორი ადამიანი იყო, ფეხბურთელი, ასე თუ ისე ვიცით, მაგრამ ნუ ადამიანი იყო რა. ნუ ეს იყო ეს იყო სასწავლე პიროვნება იყო, სასწავლე მეგობარი იყო, ძალიან დიდი სპორტსმენი იყო და მე ვიტყვი ფაქტიურად ვიტალის ესე იგი წასვლით ამ ცხოვრებიდან ეს ეთყო გუთვლის დინამოს, მის მერე გუთვლის დინამო უკან და უკან წავიდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და მაგის დიდი თანაკლისი იყო და გუნდმა დათვლის დინამო მაგის ესე იგი არ ყოფნა გუნდში და ეთყო ყველაფერს რა, იმიტომ რომ ძალიან პიროვნება იყო და სულთა პროფესიონალი სპორტსმენი იყო და რა ვიცი მოგებარი იყო, გვერდში მდგომი და რა ნუ ეგ კაცი რომ ვთქვა კაცი უშეცდომა რა. კაცი ესე იგი უწესიერესი კაცი და თავისი შრომ როგორც მე როგორც თვითონ ვიტალი რომ ჩვენ მოვედით ჩვენი შრომით მოვედით რა თბილისის დინამოში ეგრე არ არის თბილისის დინამოში რომ მოგიყვანებენ ესე იგი აქ მაშინ ძალიან დიდი ის იყო კონკურენცია იყო ჩვენ დროს და დასაფასებელი მიტუარები და 17 წელი უკვე თბილისის დინამოში დამოჩნდა ეგეთი არც ერთი ფეხბურთელი არ ყოფილა მასაკი თბილისის დინამოში რა არ გინდა იმ ხელა ფეხბურთელებთან 17 ბიჭი ესე იგი პატარა ბიჭი მოდიხარ და თბილისის დინამოში ძირითად შემადგენლობაში აქედან მეტყველებს რომ მისი კაცობაზე მისი ადამიანობაზე და ძალიან დიდი პიროვნება იყო და განათლ რამე ამბავიც ხომ არ გახსენდება ჩემთხოვით ერთად რო გადაგხდათ ნაკრებში ოლიმპიურ ნაკრებში ერთად დაგვიძახეთ მე და ვიტალის რა ამ ხანაგურ თამაში იყო ბაქოში რა და გამიხარდა რომ მე მაშინ ქუთაისის ტორონტოში თამაშობდი ვიტალი თბილისის დინამოში და მოვთვით ისე იგი ორი ქართველი მოვთვით ისე იგი ნაკრებში და იქ გავიცანე ვიტალი მე